2007 წლის 2 ნოემბერს თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, რომ არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებულიყო. პარლამენტის წინ მოშიმშილეთა კარავი გაიშალა. 7 ნოემბერს დილის 8 საათზე ტერიტორიის დასუფთავებისა და მარკსწესრიგის აღდგენის მოტივით სამართალდამცავებმა მოშიმშილეების სცენეს და კარვები დაშალეს. დღის 12 საათისათვის პარლამენტის წინ ხელისუფლების საქციელით აღშფოთებული უამრავი ადამიანი შეიკრიბა. 1 საათში მიტინგის სპეცრაზმა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. ცრემლსადენი გაზის კაფსულა ქაშვეთის ეკლესიაში შეაგდეს. არ დავდიოდი არანაირ მიტინგზე. უბრალოდ ტელევიზიით ვიხილე ის ქაშვეთის ეკლესიაში რომ შეაგდეს ცრემლსადენი გაზი. და სურვილი გამიშთა, რომ მეც წავსულიყავი, ჩემი მეგობრები ვისაც იქ იყვნენ, საახლობლო. და გადავწყვიტე წავსულიყავი. ტელერეჟისურის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი გიორგი თევდორაშვილი მაშინ 18 წლის იყო. მას პოლიტიკა არ აინტერესებს. 7 ნოემბერსაც რუსთაველის პროსპექტზე იმიტომ წავიდა, რომ გაეგო საპროტესტო აქციაზე მყოფი მისი მეგობრები ხომ არ დაშავდნენ. თუმცა პარლამენტთან ნიღბიანი სამართალდამცავები იდგნენ და ადამიანებს შეკრების საშუალებას არ აძლევდნენ. ხალხის ნაკადი რიყის ტერიტორიაზე გაემართა, მათ შორის გიორგიც იყო. უნის აღმართზე ჩავდიოდი. და ამ დროს ხალხი აქეთ წამოვიდა ზემოთ უნის აღმართისგან და ბავშვი დავინახე გაცილების შემდეგ პატარა დაბლა ეკდო. და რომ წამოვაყენე ეს ბავშვი შიშისგან ხალხს არ მიშვებდა. და შემოვატრიალე, რომ ავსულიყავით ისე უნის აღმართზე ავსულიყავით. და ამ დროს მოიგზანი რაღაც ფეხი, რაღაცა როგორ მეგონა მომაგლიჭა ფეხი რაღაცა. ამიფეთქდა ფეხში რაღაცა. გიორგი თევდორაშვილი წაიქცა და დროებით მხედველობა დაკარგა. თუმცა მასესმოდა თუ როგორ აიყვანა ხელში ორმა მამაკაცმა. ვიდრე ეგრეთ წოდებულ არამიანცის საავადმყოფოში მიიყვანდნენ, გიორგიმ თითქმის 2 ლიტრი სისხლი დაკარგა. ფეხზე ოპერაციას მას ქირურგები რამდენიმე საათის მანძილზე უტარებდნენ. ბედი მქონია, რომ იყვიან, რომ გადარჩეთ ჩემი შვილი, იმიტომ რომ უძლიერესი სპეციალისტები, რასაც ქვია. ეს თვითონ ქირურგები, ბატონ დათო ალაზაშვილი და გივი შარიფაშვილი იყვნენ მკურნალი ექიმები გიორგის. და საერთოდ მთელი ესე იგი ის კლინიკა იდგა ფეხზე და ოპერატიულად მუშაობდნენ იმის გამო, რომ აი 18 წლის სიცოცხლე შენარჩუნებოდა. გიორგი ცოცხალი გადარჩა, თუმცა ამის შემდეგ დღის წესრიგში მისი ფეხის შენარჩუნების საკითხი დადგა. როდესაც გამოიყვანეს უკვე პალატაში, ჟონავდა ის სისხლი ჭრილობიდან ჟონავდა და ეთყობა იქ ანუ ელოდებოდნენ თუ საბოლოოდ შერჩებოდა ანუ შეწყდებოდა სისხლის დენა, ესე იგი ფეხით შენარჩუნებული იქნებოდა. თუ არა და ალბათ მოხდებოდა ისევ ფეხის გადაყვანძა ამის ფორმით. მაგრამ ბედი ჩვენი რომ უფლის წყალობის და ექიმების დახმარებით გიორგის ფეხით შეუნარჩუნა. გიორგი თევდორაშვილმა ყავარჯნით გავლა მხოლოდ 5 თვის შემდეგ შეძლო. ახლა იგი 19 წლისაა და არ არის დარწმუნებული, რომ მომავალში გამართულად სიარულს შეძლებს. თევდორაშვილებს კვლავ ღვთის წყალობის იმედი აქვთ. იმის გარანტიას არავინ არ მაძლევს, რომ ბუნებრივად ეს ტეფი აღდგება, მაგრამ არც იმას არავინ არ მეუბნება, რომ იმედი არ გქონდესო და არ ვიქონიოთ, უბრალოდ ახალგაზრდა მოზარდი ორგანიზმია და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აღდგებაო. ნიკოლოზ დიდიშვილი, რომელიც ასევე პირველი კურსის სტუდენტი იყო, იმ დღეს ჩვეულებრივად წავიდა ჯიქიას ქუჩაზე მდებარე თავის სასწავლებელში. გიორგის მსგავსად პოლიტიკა მასაც არ აინტერესებდა. ნიკას სასწავლებელში ლექციებს კიევიდან ახლად ჩამოსული დეიდა უკითხავდა. სახლში წასვლამდე მან გადაწყვიტა შინ, ანუ სოლოლაკში მიეცილებინა დეიდა მისი. ჩემი ჯგუფელიც გამოყვა, ჯგუფელობის გამოყენა მარტო საწახვალო ახლა შენოდა. წამოვედით ერთად. ბარათაშვილის ხიდზე ავედი, მივაცილე მაგი და ესენი მელოდებოდნენ მქონდ ბარათაშვილის ხიდზე. ჩავიდეთ რიყეზე და ტაქსი წამოვიდეთ აქეთ.
ასეთი გეგმა გქონდა ჩვენ. დეიდა რომ სახლში მიაცილა ნიკა რიყის ჩასასვლელთან მეგობრების მოსაძებნად დაბრუნდა. მეგობრები ნახა, მაგრამ ტაქსის მოძებნა ვერ მოასწრეს, რადგან ხიდზე მომავალმა სპეცრაზმელებმა სროლა დაიწყო. ნიკამ დაინახა, რომ ხალხის დიდი ნაკადი ღვინის აღმასისკენ გაიქცა. მან კი გასაქცევად მეტეხის ხიდის მიმართულება აირჩია. სახში რაღაც მოხდა ფეხში, რომელმაც ამაგდო და გადამაგდო და არ ვიცი როგორ გადავრჩი რა, ნამდვილად არ ვიცი. რო დავიჭერი იმ მომენტში მარჯვენა ფეხი გადადგმული მქონდა და მარცხენა ფეხში მომხდა თუ არა, მარცხენა ფეხმა გაასწრო მარჯვენას და წამიღო მთლიანად, ინერციამ წამიღო. დავეცი რა. ნიკა დიდიშვილი მაშინვე წამოდგა. მარჯვენა ფეხზე რო დავდექი, არ მეგონა მეთქი ალბათ რაღაც ახლა პუშკა იყო ან რაღაც მეთქი, რომ სერიოზული არ მეგონა, მარტო სისხლი მოდიოდა მეგონა და უკნიდან ასე გავხედე ფეხი გამოვწიეთ და საშინელება დავინახე ეს სისხლის შადრევანი ვითასხამს. სასტიკი წვა ორივე ფეხზე და ტკივილი, ტკივილის დრო არ იყო, ტკივილის დრო არ მქონდა. ნიკა დიდიშვილი საავადმყოფოში გამლელი მანქანით წაიყვანეს უცნობებმა. მას იმედი ჰქონდა, რომ საღამოს სახლში გაუშვებდნენ. ექიმს ვეკითხები, რომ მეთქი დამწვარია ხო და რაღაც პატარა ნაჩხაპნებია თქო და წავოდ სახლში თქო. დიდი ღიმილით შემოვხედა და ეს სიკვირა მაინც იქნები ვარსო და არ წახვალ. დიდიშვილმა არამიანცის საავადმყოფოში 75 დღე გაატარა. სახლში დაბრუნების შემდეგ კიდევ 2 თვე იწვა. ფეხში დაჭირდა 9 თვის შემდეგაც იგი თაბაშირს ატარებდა. მისი სრულად განკურნების პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია. მკურნალობიდან 9 თვის თავზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ნიკა ფეხის დაკარგვას გადაურჩა. ფეხთან გაურკვეველი ნივთიერება აუფეთქდა 7 ნოემბერს კიდევ ერთ მოქალაქეს, ვახტანგ გინასარიძეს. მან ჩვენ გადაცემაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა. ვახტანგ გინასარიძეს აფეთქების შედეგად მარცხენა წვივის ძვალი დაემსხვრა. დღესდღეობით ინასარიძე, ისევე როგორც ნიკოლოზ დიდიშვილი, თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. სამართალდამცავებმა არამიანცის საავადმყოფოს 15 დღის შემდეგ მიაკითხეს. 22 ნოემბერს მოვიდნენ ეს პროკურატურიდან ჩვენთან, იყო ალბათ 8-დან 9 საათი, ესე საღამო პერიოდი იყო. არც ერთი შეკითხვის დასმის საშუალება მე არ მქონია, უცებ ამოიღეს თავიანთი საფუძვები, ასე 9 წუთს გადამიშალეს და მითხრეს, რომ ისინი არიან პროკურატურიდან და სასწრაფო წესით უნდა მოხდეს ამათი დაკითხვა. მე ვთქვი, რომ ჩვენ დუნილს გამოვიყენეთ. რა თქმა უნდა, მის უფლება განმემატეს, რომ მე არ მაქვს. როგორც აღმოჩნდა, თბილისის პროკურატურაში სხეულის